2011 წლის 26 მაისის აქციის სასტიკი დარბევა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 14 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მძიმე მოვლენები განიხილეს. კომისიის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს ადამიანებმა, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობას აქტიურად აპროტესტებდნენ და დარბევას საკუთარ თავზე გამოსცადეს. მათ შორის იყო ნონა გაფრინდაშვილი და მისი შვილი დავით ჭიჭინაძე, რომელიც ფიზიკური ანგარიშის სწორების სამიზნე გახდა. დემონსტრანტების უმოწყალოდ ცემაც ხელმცადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ხალხისთვის ჩაკეტილი გასასვლელი. სოფლიო ჭადრაკის ქართველმა ლეგენდა 26 მაისის მოვლენებს სისხლიანი სპეცოპერაცია უწოდა. არანაკლებ მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა გია ბურჯანაძისა და დავით ლორთქიფანიძის გამოკითხვები. ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ კი მის მიმართ განხორციელებულ მიზანმიმართულ ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრა. დღეს გამოკითხულები ერთხმად ამბობდნენ, რომ ყოფილი ხელისუფლების მიზანი შიშის დათესვა და პროტესტის მონაწილეების სამაგალითო დასჯა იყო. მანანა დევაძე გიამბობს. ეს იყო სპეციალურად წინასწარ მოფიქრებული დაგეგმილი ოპერაციას. ჩვენი დასჯა უნდათ იქ სერიოზულად. მე მაგას ასაკლაუს უწოდებ. ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა და იმ დროს სახალხო კრების თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე 14 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა და 26 მაისის სისხლიან ღამეს სასაკლაო უწოდა. როგორც მოჭადრაკე იხსენებს, მშვიდობიანი აქციის დარბევა ღამის 12 საათზე ყველა მხრიდან ერთდროულად დაიწყო და დემონსტრანტებს გასაქცევად გასასვლელი არ დაუტოვეს. მისი თქმით, სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს უმოწყალოდ სცემდა და რუსთაველის გამზირზე სისხლის ზგუბეები იდგა. ნონა გაფრინდაშვილის განმარტებით დარბევას აქციის ორი მონაწილე ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი შეეწირა. დემონსტრანტების ნაწილი კი მოგვიანებით გაზის ინტოქსიკაციით და მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. დაშავებულ და დაპატიმრებულ დემონსტრანტებს შორის იყო ნონა გაფრინდაშვილის ვაჟი დავით ჭიჭინაძეც, რომელმაც მასზე ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი კომისიის დღევანდელ სხდომაზე დედასთან ერთად დეტალურად გაიხსენა. ბევრი აქცია ჩატარებულა 9 აპრილიდან დაწყებული. მსგავსი არც ერთ აქციაზე არ ყოფილა. მე ვიძახი, იმიტომ რომ ჩაკეტილი იყო 3 კორდონი იყო ჩვენს ირგვლივ იმ დღეს და გასასვლელიც არ იყო დატოვებული, რომ მოგვიახლოვდნენ და ისეთი რაოდენობის გაზი გაუშვეს და იმდენი ტყვია დაგვახალეს ყველას იქ მაგათ ისოლეს სენისკენაც ვის ხელში ჩაუვარდებოდათ, ხო ყველას აგდებდნენ. ესე იგი ხელბორკის ადებდნენ, ცემდნენ ფეხებით, ხელებით, მერე მიათრებდნენ მოლიროა დღეს. აი მოლთან კიდევ გრძელდებოდა სანამ ავტობუსი არ მივიდოდა. იმათ ინტერესში არ იყო ჩემი განადგურება, პირადად ჩემი, გამიგეთ. იმათ უნდოდა თლიანად იქ აი იმის გაკეთება, რაც გააკეთეს, ხალხში შიში კიდევ მაგრამ წასულიყო. რო წამოვიდა ეს ტყვიების წვიმა და ისეთი რაოდენობის გაზი იყო, რომ უკვე ცუდად ხედავდით, ცუდად სუნთქავდით. ტყვიები და ამ დროს მოხვდა მახსოვს კონდახი. მერე ამას მოყვა რამდენიმე დარტყმა კიდევ და ხელბორკილები რო დამადეს იმის მერე სანამ უნივერმაღამდე, მაშინდენ უნივერმაღამდე მიმათრევდნენ, 6 ჯერ დამაწვინეს გზაში. და 6 ჯერ გამლახეს. მომხვდა რაღაც აი კაუჭირო ჩაგარჭოს სახეში. აღმოჩნდა მერე რომ მე როგორც კადრებში ვნახე, ეს იყო დათა ახალაიას სპეცრაზმი. სპეციალური შიპებიანი ხელთათმანები ეცვადათ. მე სახე გაგლეჯილი მქონდა. ცხოვრებულმა ტრისტან ფერაძემ ქირურგი იყო ეგეთი ძალიან ცნობილი ქირურგიის ინსტიტუტში, ვინც ოპერაცია გამიკეთა. მან თქვა რომ ეს არის გახრეტილიო ტუჩი. ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი. მეორე დღეს დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2011 წლის 26 მაისის აქციის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე სახალხო კრების კიდევ ერთ წარმომადგენელს და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრს დავით ლორთქიფანიძეს მოусმინა. ლორთქიფანიძემ ფაქტები ქრონოლოგიურად გაიხსენა და აქცენტი სპეცრაზმელების განსაკუთრებულ სისასტიკეზე გააკეთა. მისი თქმით, სპეციალური დანიშნულების რაზმი დასისხლიანებულ დემონსტრანტებს იჭერდა, ხელებს უკრავდა და მათზე კვლავ ფიზიკურად ძალადობდა. როგორც ყოფილი დეპუტატი იხსენებს, რესპუბლიკური საავადმყოფო დაშავებულებს ვეღარ იტევდა და აქციის მონაწილეების ნაწილი საავადმყოფოს იატაკზე იწვა. დავით ლორთქიფანიძის თქმით, 26 მაისს წინა ხელისუფლებამ ხალხი სამაგალითოდ დასაჯა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი თქმით, ორი გვამი ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის ცხედარი რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე იპოვეს. როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, 2 წლის შემდეგ სულიკო ასათიანის
პრობლემების გარდაცვალების რეალური მიზეზის დასადგენად ალტერნატიული ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მისი განცხადებით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ თავდაპირველი ექსპერტიზის შედეგები გაანადგურა და კვლევის ჩატარება ვეღარ მოხერხდა. 2011 წლის 26 მაისი რომ თენდებოდა ამ შენობის წინ რუსთაველის გამზირზე სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და მაშინდელმა რეჟიმის წარმომადგენლებმა დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და სისხლით მორწყულ რუსთაველზე დილით უკვე 26 მაისს სააკაშვილმა სხვადასხვა ორდენით დააჯილდოვა საზოგადოების სხვადასხვა წევრები და გამართა აღლუმი. ამის 12 საათზე აბსოლუტურად გაფრთხილების გარეშე ჩაიკეტა ყველა გასასვლელი. ფაქტიურად მთელი, ასე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ მაშინდელ რეჟიმს და სამართლიანად აპროტესტებდნენ, მოაღწიეს, ასე ვთქვათ, ყურბში დამტროებულ, დასახიჩრებულ ადამიანებს ეზიდებოდნენ პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ სიცოცხლის ნიშანწალიც აღარ ჰქონდათ დარჩენილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ათენდა და გავიგეთ ყველამ, რომ რუსთაველის, ასე ვთქვათ, მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიის სახურავზე იპოვეს ორი ადამიანის გვამი, სულიკო ასათიანის და ნიკა კვინტრაძის გვამები. და გავრცელდა ახმა, რომ თითქოს ეს ადამიანები ელექტროენერგიის, ასე ვთქვათ, ზემოქმედებით დაიღუპენ. ჩემი თვალით დავინახე, რომ ადამიანს თვალი ჰქონდა გამოთხრილი, მარცხენა თვალი, ყელი ჰქონდა გამოგლეჯილი, ანალოგიურად იქაც ჰქონდა დაფარებული, ხელები ჰქონდა დამტრეული და მითხრა, რომ აი ეს არის, ხო, დენს შეიძლება ასეთი რაღაცები გაეკეთებიაო ადამიანისთვისო. ნუ მოკლედ აი ესეთი სისასტიკე ჩაიდინეს და ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი აქ არც დენს მოუკლავს და აქ არც შეტაკებაში არ დაღუპულა. ის წაიყვანეს და როგორც ოჯახს აქვს ინფორმაცია და უბრალოდ ვერ დადასტურდა ეს ინფორმაცია, სამწუხაროდ ცხეთის იზოლატორში აწამეს და იქ წამებაში თუ შეიძლება ითქვას ასე ამოხადეს სული. კომისიის ხდომაზე ონლაინ რეჟიმში თურქეთიდან გაიხსენა 26 მაისის სისხლიანი ღამე 14 წლის წინანდელი მოვლენების თვითმხილველმა მსახიობმა გიორგი ბურჯანაძემ. მისი შეფასებით 26 მაისის აქციის დარბევის მიზანი ხალხის დასჯა და საზოგადოების დაშინება იყო. როგორც გიორგი ბურჯანაძე იხსენებს, 26 მაისის აქციის დარბევა მოულოდნელად უსაფუძვლოდ დაიწყო და აქციის მონაწილეებს ყველა გასასვლელი ჩაუკეტეს. როგორც მსახიობი და იმ დროს სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი იხსენებს, მომიტინგეების ნაწილმა თავი კინოთეატრ რუსთაველს შეაფარა, რა დროსაც გიორგი ბურჯანაძე სხვენში მოხვდა და საკუთარი თვალით ნახა კინოთეატრის დარბაზში სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად როგორ უსწორდებოდა. მისი თქმით, კინოთეატრ რუსთაველის დატოვებამდე დააპატიმრეს, გარდაბნის წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს და ციხეში, სადაც 3 დღე გაატარა, ბევრი ნაცემი აქციის მონაწილე ნახა. ბურჯანაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ორჯერ დააკავეს და მიღებული სტრესის შედეგად ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დაუზიანდა. 25 მაისს, როდესაც გადმოვინაცვლეთ ჩვენ პარლამენტის წინ, იქ დაემატა კიდევ ერთი ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა, რომ იმ პრეზიდენტმა, რომელმაც ის გლოვები დაარქვა ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს, არის ხეობა უძოლოდ დაუტოვა ოკუპანტებს, რომელმაც ხედრებიც კი არ გამოიტანა ბრძოლის ველიდან, რომ იმ მხედართმთავარს არ ჰქონდა სამხედრო აღლუმის ჩაბარების უფლება. როდესაც დაიწყო ეს შემოტევა ყველა მხრიდან, აბსოლუტურად ზევიდან, გვერდებიდან, ქვევიდან, ამ ჩვენს ხალხს, ესე იგი, უყუროდით, რომ პარლამენტისკენ არა, აქეთკენ წამოდით, აგერ რომ არ ყოფილიყო იმიტაცია, რომ აი ეს ხალხი პარლამენტში შედიოდა ან რაღაცა. ვიღაცები, ალყაში იყო მოქცეული და დაჭერები იყო იქა და რაღაცა და აი ესე აღმოჩნდეთ რუსთაველის კინოთეატრში. შევძვერით სხვენში. ხალხი ყავდა ჩაყრილი რიგებს შორის და დარბოდნენ ამ ხალხს, დარბოდნენ. მეამეებით, შოხებით. ნინოს რა და ვინც არა უწყავდნენ და დარბოდნენ ამ იმაზე და შემდეგ დაიწყეს ხალხის ნენელა ესე ჯგუფ-ჯგუფად გაყვანა ამ დარბაზიდან. ადებდნენ იმებს რაღაცა პლასმასის ისინი იყო ბორკილები, რომელიც საშინელება იყო იმის მერე მარჯვენა ცერათითი ჩემი არ მუშაობს, თუ რაღაცა ჩამიჭრეთ ყოველ ესე თუ რაღაცა ხელებს შეკრულ ხალხს უთხოვდნენ.
დავარდნილებს ცებდნენ ფეხები. გიორგი ბურჯანაძის შემდეგ 14 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე ახსნა განმარტება კომისიის წევრებს, სპორტსმენმა და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა ლუკა კურტანიძემ მისცა. მისი თქმით, სპეცრაზმი განსაკუთრებული აგრესიით და სისასტიკით გამოირჩეოდა და წინა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებები უხეშად არაერთხელ დაარღვია. ლუკა კურტანიძის თქმით, 26 მაისს ის სამაგალითოდ დასაჯეს ფიზიკურად მიზანმიმართულად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც დააპატიმრეს და ციხეში მოხვდა, სადაც ყოფილი დეპუტატის განმარტებით მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ყველაზე მეტად 26 მაისს მსხრევა იმ ნათელი ფერების მოხდა ჩემი, იმიტომ რომ როდესაც გოგი ქავთარაძეს და რეზო ესაძეს გამეტებით ურტყავდნენ და ბატონ გოგის სისხლის დიოდა, მაშინ მე გადამეფარა, იმიტომ რომ მე მეძებდნენ და იძახოდნენ ხმამაღლა, რომ შეურაცხყოფელი იმით ჩემს გვარს იძახოდნენ და მეძებდნენ მე და ბატონი გოგი გადამეფარა და სისხლის დიოდა მას რამოდენიმე ადგილას და მე ცოტა ხანში უფროსი ადამიანი ვარო და შეიძლება ხათრი თუ არაფერი არ დაგიშავონო ლუკა და მე ვთხარი ბატონო გოგი აქ ისეთი მდგომარეობა არის არც თქვენ დაგიდობეთ და არც მეთქი დაიწყო სამაგალითო დასჯა რომელიც ფიზიკური ანგარიშსწორება მიზანმიმართულად და რამოდენიმე ათეული ადამიანი ხელკეტებით მისწორდებოდა ფიზიკურად. დამაპატიმრეს, გამომიყვანეს და იმ რუსთაველის ჩამიყვანეს თავისუფლების მოედანზე, იქ წრე შეკრეს და იქ უკვე არა მარტო რეზინის ხელკეტებით, არამედ გასაშევი რკინის ხელკეტები არის, იმით მცემეს, თავარ სამმართველოში რომ უნდა გადავეყვანეთ. და ხალაია მოვიდა და შენ შეურაცხყოფელად შენ აქ რა გინდა და სპეცნაზელს ეგ ვიდეოშიც ჩანს თუ რამე დაუმორჩილებობა ეკა პირდაპირ თავში ანუ ბრძანება მისცა რომ შეეძლოთ ლიკვიდირებაც მოეხდინათ. დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003 წლიდან დღემდე ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას სწავლობს, მუშაობას ხვალდილიდან განაახლებს. კომისიის წევრები ხვალინდელ სხდომაზე მედიის და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის ფაქტებს განიხილავენ და ხუთ პირს მოусმენენ.